რას წარმოადგენენ ენზიმები, ანუ იგივე საჭმლის მომნელებელი ფერმენტები? როგორ მუშაობენ ისინი და რას აკეთებენ ჩვენი სხეულისთვის? ეს საინტერესო კითხვებია. მოდი ღრმად ჩავეფლოთ ამის გარკვევაში. იმის გასაგებად, თუ რა არის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ჩვენ უნდა დავიწყოთ საკვებით. როდესაც საკვებს მივირთმევთ და ნაწილებად ვაქუცმაცებთ, სწორედ მაშინ ხდება ყველა ჯანსაღი ნივთიერების შეთვისება. ამ დროს ცხიმები, სახამებელი, ცილები და შაქარი საწვავად გარდაიქმნება ადამიანისთვის. ენზიმები შეგვიძლია შევადაროთ გასაღებს და ბოქლუმს, თითოეულ ფერმენტს აქვს უნიკალური ფორმა, რომელიც შესაფერისია მხოლოდ მისი ანალოგისთვის. ფერმენტები არა მხოლოდ შლიან მოლეკულებს ნაწილებად, შედეგად უზრუნველყოფენ რა მეტაბოლიზმს და ენერგიას, არამედ გვეხმარებიან თავიდან ავიცილოთ კუჭის აშლილობა. რადგან როდესაც საკვების ნაწილაკები ბოლომდე არ იშლება, ბაქტერიები შთანთქავენ მათ და იწყებენ გამრავლებას, ეს კი თავის მხრივ იწვევს ისეთ უსიამოვნო სიმპტომს, როგორიცაა გაზები და შებერილობა. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სწორი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ საქმეს, ეს პერიოდული გაზები და შებერილობა შეიძლება შემცირდეს, ან საერთოდ თავიდან იქნას აცილებული. ახლა დაუბრუნდეთ კითხვას, თუ რატომ გვჭირდება რაიმე ფორმით დამატებითი ფერმენტების იგივე ენზიმების მიღება? არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეული სულ უფრო ნაკლებად გამოიმუშავებს ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს. გარდა ამისა, დღევანდელ კვების მრეწველობას თუ გავითვალისწინებთ, პროდუქტების გადამუშავების დროს იკარგება მრავალი ვიტამინი, მინერალები და მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ენზიმებიც. ამ ყველაფრის შედეგი, როგორც უკვე ვახსენეთ, შეიძლება იყოს შებერილობა, გაზები ან გულწმარვა. ასე რომ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ანუ იგივე ენზიმები, წარმოადგენენ უჯრედულ გასაღებებს, რომლებიც ხსნიან ჩვენი საკვების სასარგებლო თვისებებს და ამსუბუქებენ საჭმლის მონელების დროს წარმოქმნილ დისკომფორტს. პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის. დამზადების და შეფუთვის ადგილი, ამერიკის შეერთებული შტატები, წარმოებულია GMP-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.